შეიძლება გაგვაჩერონ ჩაგეტან გზა ან არ ვიცი რა მოხდა. დილის თუ არა ჭამე ენერგიულად თუ არ დაიწვე, ისე ვერ გაივლიო 1000 მეტრს. ეს არის ჩემი დილის ბრექვესტი. 3 დღიანი ტურთი მაქვს. საწავიღის, ეხა აქ შედარებით იაფი 3:29 არის. ბერლინის შემოგვიდება. მოგესალმებით მეგობრებო, ეხა უნდა გავიარო ამერიკის ერთ-ერთი ძველი გზა, 66 გზა, 3 დღიანი ტურთი მაქვს. გზაზე ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო რაღაცები შემხდება. და იმედი მაქვს, რომ ამით კარგი იქნება და გადავიღებ ძალიან ბევრ რაღაცებს. პიკაპის ვიდეოები ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი შეხვდა მოკითხვა კიდევ აქედან თორნიკეს, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ეხა უნდა ჩავასხა დიზელი და გავაგრძელებ სიარულს. რაღაც ადგილები მაქვს ნანახი და შევვლი და გადავიღებ. თან ძალიან ცუდი ამინდია, ეხა შტორმი არის და იმედია ჩასხმასაც გადავიღებ. წინა ვიდეოებში დამიწერეს ძალიან ბევრი, მაგრამ გვანახეო წირა ხდებაო რა. გამოვიწერე კამერა ეხა, რომ გულზე ჩამოვიკიდო და იმითაც გადავიღო ხოლმე და წირაც ხდება იმერსაც განახებ. მადლობა ძალიან დიდი, რომ ეგეთ კომენტარებს მისცემთ. ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ ჩემთვის რა, ვიზრდები ნელ-ნელა. ძალიან ბევრი რაღაცები რაც დამიწერეს, ბევრი რაღაცებს ვითვალისწინებ და ბევრი რაღაცებსაც მეც უყურებ, რომ კი ბაზარი არა, ეგ ეგრეა რა და გეთანხმებით და ძალიან დიდი მადლობა ეგეთი კომენტარების. ჯიგრები ხართ ყველა. საწავიღის, ეხა აქ შედარებით იაფი 3:29 არის. 3:30 გამოდის და გავავსებ ბოლომდე. დავედი, ეხა მე მანამდე საბურავებს შევამოწმებ და შევხედავ მანქანას რა ხდება, მანამდე კიდე გაივსება დიზელი. დროებით, მოვალ მალე. ჩავასხათ ეხა კიდე დევსი. $30 ჩავასხავ დევს. ეგ არის დიზელის ჩავასხი, დეფის ჩავასხი, სულ $630 ჩავიდა. ალბათ შემოგიერთებით ხვალიდან, იმიტომ რომ დღეს მინდა რომ ძალიან ბევრი ვიარო და ხვალდაზე კაი რაღაცები გადავიღო რა, დროებით. დილის თუ არა ჭამე ენერგიულად თუ არ დაიწვე, ისე ვერ გაივლიო 1000 მეტრს. გამარჯობათ მეგობრებო. ცოტა გავერთით ლაპარაკში. მე და როვინა შევხვდით გუშინ ერთმანეთს. ვიმხიავრეთ გუშინ ძალიან კარგად, ქართულად, ჯიგრულად. მოკლედ ახლა შემოვედით დენისში და უნდა ვჭამოთ დილის ბრექვესტი. შევუკვეთავთ ახლა რაღაცებს და შევჭამთ და გავაგრძელებთ სიარულს. That's it. Thank you so much. ეს არის ჩემი დილის ბრექვესტი. ძალიან ბედნიერი ვარ, თვეში ერთხელ ვჭამ ხოლმე, ესე გემრიელა. ეს ახლა მარტო მე რაც რომ ჭამო, იქნება ერთი $20, $22 რა. ესენი გავსინჯე ძალიან კაი რაღაცებია. ერთი სოზიჯი არ დაგვევასა. დანარჩენი კაი არის. ამასაც მე ბოლოს დავაგემოვნებ და ნახოთ რა იქნება. ეს ნახოთ რა იქნება. პროფი კარგი არის. დილაობით რომ შემოხვიდეთ ახლა დენისში ჭამოთ, აი კვერცხი ყველთან ერთად, თვითონ გლაზოკებით კვერცხი, ბეკონი. ეგეთ რაღაც დილის ბრექვესტი რო იყოს, დილით გასწორეს რა, ერთი $15-დან $20-მდე იქნება რა. ეხა ეს მოგივიდა ჩვენ $54, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები ავიღეთ ჩრაქერებისთვის, დენისში რო შემოხვალთ. აქვთ ის რა ქვია, guest ბარათი რა. და მაგით ფასტაკლება აქვთ 10% თუ 20% აქვთ რა. და ჩაოლებივათ რომ შემოხვალთ ხოლმე იმას ფასტაკლებით ისარგებლოთ რა. აი ესეთი 10%-იანი ფასტაკლების ბარათია დრაივერების რა. 10%-ს ვაკლებინებ ხოლმე და 10%-ს რასაც აკლებენ, მე ტიპს უტოვებ ხოლმე ამით რა. წავედი მოკლედ ახლა შევჭამოთ და გადავიხდით და გავვათ.
ძალიან მაგარი ქარი იყო, ზოლისთან ზოლში ვორდგებოდი და ეხლა უნდა შევიდე შიგნით ყავა ვიყიდო. სასუსნავეს ვიყიდი, საჭმელს ცოტა რაღაცას ვიყიდი და გავაგზავნებ სიაროს, იმიტომ რომ გზაზე მეორე მოსაზე სულ მაგარი თოვლი არის, ძალიან მაგარი ქარი არის და არ ვიცი რა იქნება, შეიძლება გაგვაჩერონ, ჩაგეტონ გზა, არ ვიცი რა მოხდება, იმიტომ რომ გუშინდელის მოყოლებული სულ ის არის რა, თოვს და თავარია მხნედ ვართ, კარგად ვართ, შემართებით ვართ, თოვში სიარული ვიცით და კაი საბურავები გვაქვს რა, let's see რა. ძალიან ცუდი გზნობა არის, ვაჩრაკებში რომ დევენ პოსტს რო ნიუ მექსიკოშიო მაგარი ყინვა არისო და ძალიან ბევრი ავარიები არისო და სადაც შენი საათ ნახევარში რო უნდა იყო იქ. არ დაგ საერთოდ არაფერი არ ხდება, დილით რო დავიძარი მაგარი წვიმა იყო. მე საერთოდ არაფერი არ ხდებოდა და ეხლა უნდა შევიდეთ მაგარ თოში. აი მაგ თოს თუ გადავალთ, ძალიან მაგრად გაასწოროს, მე სულ კაი ამინდი იქნება რა. და ნახოთ რა იქნება. ხო არ გეჩინია. მეშინია ცოტა არ იყოს. ნუ გეჩინია. მეჩინია და რა ვქნა. მოკლედ ეხლა სადაც მივდივარ, ნიუ მექსიკოს გზა რა უნდა გავიარო, მაგარი თოვლი არის, ძალიან მაგარი თოვლი არის. გზები არის გაყინულიო და მანქანებიცო დამტრეულიაო, ძალიან ბევრი ტრაილერებიო რა და რა სადამდე ვიული რა შევხედავ რა. თუ ძალიან ცუდი გზა გაიჩნდა გავაჩერებ ფუეჭველი. მოკლედ გავჭრილი. ძალიან თოვლიც არ შემხვდა გზაში. იქიდან ტრაილერები მომავალი ვინც იყო, სულ თოვლიანი იყო და მეგონა ძალიან ცუდი გზა იქნებოდა. შევარ შიგნით და მუზეუმი დავათვალიერებთ. ეს არის 66 გზის ერთ-ერთი საინტერესო მუზეუმი. ჩემი ოცნებაა ესეთი მანქანები მოყოლდეს. ყველაზე მაგარი შეგრძნება არის ესეთი მანქანების რო დადიხარ ლოს-ანჯელესში, მაიამიში, ძალიან მაგრად გაასწორებ და ძალიან მიდროის ამერიკა. 1951 წლის 8 ცილინდრიანი ცხრა. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ეხლა დაველოდები როინას ჩემს უკან არის და გავაგზავნეთ სიაროს. ცოტა შევჭამეთ, წავიხემსეთ და ეხლა გავაგზავნეთ სიაროს. რა ისეთი არაფერი არ იყო და მუზეუმი იყო ულამაზესი, აი ძალიან ლამაზი იყო და ეხლა წავალთ გავაგზავნეთ სიაროს რა. ალბათ დღევანდელი დღეს ამით მორჩება რა და გავაგზავნეთ ხვალიდელი დღიდან.